ხშირად გონია რომ თვითონ საზოგადოებიდან მომდინარეობს შიშის ფაქტორი, რაც შეიძლება სწორედ ახსნათ, იმიტომ რომ თავისუფალი ცხოვრების და აზროვნების კოლექტიური გამოცდილება ძალიან დაბალია. ამასთანავე, რა თქმა უნდა, შეიმჩნევა გარკვეული ორგანოებისგან, იქნება ინსტიტუციებისგან საზოგადოებაზე პრესია. სწორედ ამ მომენტში მგონია, რომ დიდ როლს თამაშობს თვითონ საზოგადოებრივი ინიციატივა. თვითონ ადამიანები ვერ გამოდიან იქიდან, რომ აუცილებლად ჭირდებათ რაღაცა საყრდენი. და სწორედ ეს ვაკუუმი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა, იდეოლოგიური ვაკუუმი. ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ 90-91 წლიდან მოყოლებული არის კონკურენცია იმაზე, ვინ დაიკავებს ამ ადგილს. იქნება ეს გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგია დაფუძნებული პატრიოტიზმის ასევე სრულიად აბსტრაქტულ წარმოდგენებზე, თუ იქნება ეს რელიგიური ინსტიტუციები. და რაც შეეხება თვითონ ადამიანმა თვითონ განსაზღვროს რა არის თავისუფლება, გაიაზროს, ეს ამის ძალიან სერიოზული დეფიციტია. ცოტა შორიდან მოუვლიდი, გერმანიაში, ომის შემდგომ გერმანიაში წლების განმავლობაში იყო დუმილი იმის შესახებ, თუ ჰიტლერის რეჟიმის დროს გერმანიის ხალხმა რა ჩაიდინა და რა დანაშაული მიუძღოდა იმაში, რომ ჰიტლერი მართავდა მათ წლების განმავლობაში. და ამ თემის აქტუალიზაცია დაიწყო 60-იან წლებში, როდესაც მთელმა რიგმა მწერლებმა, ჯერ მერე სტუდენტობამ, ახალგაზრდობამ პირდაპირ დააყენა საკითხი, რატომ უნდა ვიყო პატრიოტი, რას ნიშნავს პატრიოტიზმი, როგორ უნდა განსაზღვროთ ის ცნება, რომელიც ბოლო-ბოლო გაჩნდა საფრანგეთის რევოლუციის დროს. მანამდე არანაირი პატრიოტიზმის იდეა, ცნება არ არსებობდა რა. და სწორედ პატრიოტიზმმა თავის დროზე შეცვალა რელიგიური ინსტიტუციის, ასე ვთქვათ, ერთმნიშვნელოვანი და ერთპიროვნული ლიდერობა. რას ნიშნავს ვიყო პატრიოტი? რომელ პატრიაზე, რომელ სამშობლოზეა ლაპარაკი? რა საზღვრები არსებობს? თუ ვარ პატრიოტი, ნიშნავს ეს, რას უნდა ნიშნავდეს ეს? მიყვარს ჩემი სამშობლო, შეიძლება იყოს საერთოდ სამშობლო სიყვარულის ობიექტი, რას გულისხმობს სიყვარულში. აი ესეთი შეკითხვები საჭიროა დაისვას. და არანაირად მავნებელი ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის არ არის. თუ ყველა ჩვენთაგანი დასვამ შეკითხვას, რას გულისხმობთ პატრიოტიზმში. რამდენადაც არ არსებობს არც ერთი იდეა, არც ერთი დოგმა, რომელიც არ ექვემდებარებოდეს აი ამ შეკითხვის დასვას. და თუ ეს შეკითხვა არ დავსვით, შეუძლებელია ბრმარწმენა. ბრმარწმენა არის ფუნდამენტალიზმი. ფუნდამენტალიზმი არის სწორედ ერთმნიშვნელოვან განსაზღვრებათა დიქტატურა. აი თქვათ რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები, აუცილებლად უნდა ვიყოთ რელიგიურები, აუცილებლად უნდა გვწამდეს ღმერთის, აუცილებლად უნდა ვიყოთ პატრიოტები. ეს არის უკვე ფუნდამენტალისტური დამოკიდებულება. როცა ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ოსები, აფხაზები, რუსები, სომხები, ებრაელები და ასე შემდეგ ჩვენი ორგანული ნაწილია, ამან მიგვიყვანა ეთნიკურ კონფლიქტებამდე. ჩვენ ყველაფერს ნუ დავაბრალებთ, ნუ საბჭოთა წყობილებას, ნუ რუსეთის ფაქტორს. ეს რა თქმა უნდა სერიოზული ფაქტორებია, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ისინი ჩვენი ორგანული ნაწილები იყვნენ. იმის ორგანული ნაწილები იყვნენ, რასაც საქართველო წარმოადგენდა ყოველთვის.